მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა, კვლავ პირდაპირ ეთერშია, ტრადიციულად ყოველ მეორე ხუთშაბათს გიბრუნდებით გადაცემით ჰორიზონტს მიღმა, მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს ცოტა უნდა ადრე შემოგიერთდით, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ხელს არ შეგვიშლის ძალიან საინტერესო საუბარს და დისკუსიაში. განსაკუთრებით კი მაისი წელს გამოირჩევა სხვადასხვა დღესასწაულებით, აი აღდგომაც დაემთხვა, თითქმის მაისის დასაწყის. და ასე მაისის დასაწყისში აღინიშნება საქართველოშიც და მთელ ევროპაშიც ევროპის დღეები. რატომ აღინიშნება ეს დღეები საქართველოში, რას ნიშნავს, რა ურთიერთობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან და სხვა მსგავს საკითხებზე სასაუბროთ, სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ჩვენ ერთ-ერთი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი საქართველოში, ნატა ჭამიაშვილი. ნატა, მოგესალმები. მადლობა გადაცემაში დღევანდელი ჩართვისთვის. შენ აქტიურად ხარ ასევე ჩართული ევროპის დღის დაორგანიზებაში, რომელიც შაბათს 3 მაისს გაიმართება რიყის პარკში და თუ შეიძლება უფრო მეტი რო გითხრა ამ დღის შესახებ, რას უნდა ველოდოთ 3 მაისს რიყეზე რომ გამოვცხადდებით და ზოგადად რატომ და რა ისტორია აქვს ამ დღეს? მოგესალმები ესმა, მივესალმები შენს მსმენელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერთ-ერთ წარებას გავაკეთებ 3 მაისს არა 4 მაისს აღინიშნება ეს დღე რიყის პარკში და რა თქმა უნდა აღინიშნება საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოს არის ევროპული ოჯახის წევრი, უკვე ძალიან დიდი ხანია, აღმოსავლეთ პარტნიორობას უკვე შეუსრულდა 10 წელი, რომლის წევრიც არის საქართველო და სწორედ ამიტომ ძალიან განსაკუთრებული წელია და ძალიან დატვირთული იქნება ეს დღე რიყის პარკში. თვითონ პროგრამას წაგიკითხავ, თუ ეს საინტერესო იქნება, რომ არ გამორჩეს რაიმე და მე უკვე განვიხილოთ უკვე რა დაიწყო. 10-სად და 5 საათამდე რიყის პარკში წარმოდგენილი იქნება ეკოსოფელი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იქნებიან წარმოდგენილი მთელი თავიანთი კულტურით და ასე შემდეგ. იქნება კულტურული წარმოდგენები და თამაშები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის. კონკრეტულად ამ აქტივობების აგეგმვაში უკვე მეც ვიღებ მონაწილეობას. იქნება მუსიკალური გასართობი პროგრამები, ასევე კვიზები, პრიზები. გვეყოლება ერასმუსის მრჩეველი, რომელიც მოწვეულ სტუმრებს და აბსოლუტურად თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენ სტენდთან გაჩერდება, აუხსნის თუ რა შესაძლებლობები აქვს ევროკავშირს, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე შედარებით დასრულებისთვის, როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ სტიპენდიები იმისთვის, რომ ისწავლონ საზღვარგარეთ, როგორ შეუძლიათ დაიწყონ მათ სტარტაპები და ასე შემდეგ. ძალიან ინფორმატიულიც იქნება ყოველგვართან ერთად. კი, ამ ეს არის რაღაც გამოფენა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, ასევე ევროკავშირის დელეგაცია წარმოადგენენ თავიანთ სტენდებს და ასევე ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროექტსაც, როგორც პროექტს ექნება თავისი სტენდიც. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი მხოლოდ ერთ სტენდზე და ამის გარდა კიდევ სხვა გასართობი პროგრამებიც იქნება. კი. აი თუ შეიძლება უფრო მეტი გითხრა უკვე ევროპის დღის შესახებაც, შენ მე ახსენე. ერთი წუთი ესმა კიდევ იქნება რამდენიმე აქტივობა, მაგალითად 12 საათიდან 7 საათამდე ევროპის მოედანზე იქნება შეჯიბრი კალათბურთში, სადაც გოგოებსაც და ბიჭებსაც შესაძლებლობა იქნებათ, რომ ქუჩის კალათბურთში გამოსცადონ საკუთარი თავი, ხოლო 7 საათზე უკვე ევროპის მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი, ჯგუფი 33 აიმღერებს და ამის შესახებ განცხადება თვითონ კარლ ჰარცელმა გააკეთა და ვიდეოც ჩაწერა. ეს ევროკავშირის ელჩია. დიახ. რაც შეეხება თვითონ ამ დღის ისტორიას, როგორც ვიცით, 1950 წელს 9 მაისს გაჟღერდა ევროინტეგრაციის იდეა შუმანის მიერ პარიზში. ამას ეწოდა შუმანის დეკლარაცია, დღესაც მოიხსენებენ, თავის დროზე შუმანის გეგმა ერქვა და სწორედ ამას მოყვა ევროკავშირის დაარსება. თავიდან იყო ქონახშეზე პოლონეთის ევროპული გაერთიანება, შემდეგ უკვე ევროკავშირი. და სწორედ ეს დღე ითვლება ევროკავშირის დაბადების დღედ და ამის შემდეგ მაისში ყოველთვის აღინიშნება ხოლმე ეს დღე ევროპის ქვეყნებშიც და საქართველოშიც უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეხლა რატომ არ აღნიშნოთ 9 მაისს? 9 მაისს ფიზიკურად არ აღნიშნოთ, იმიტომ რომ სამუშაო დღეს ემთხვევა და ყოველთვის ვცდილობენ ხოლმე, რომ 9 მაისის კვირაში აირჩიონ რომელიმე დასვენების დღე. ამ შემთხვევაში 4 მაისი გადაწყდა და ჩვენს ძალიან სიხარულით ვუერთდებით ევროკავშირის დაბადების დღის აღნიშვნას. დიახ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ჩვენც ამ რაღაც დიდი ერთი პროექტის ნაწილი საქართველოშიც მათ შორის ტარდება და ჩვენს ვართ ამ ქსელის ერთგვარი წევრები. და საინტერესო არის უკვე ჩვენი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების როლი ამ პროცესებში.
ასევე ახსენე აღმოსავლეთ პარტნიორობა და საინტერესო იქნება რომ აკრებას განვუმარტოთ რას ნიშნავს ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა, რა იდეა, რომელი ქვეყნები არიან ამ პარტნიორობის წევრები. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი და აქ გაერთიანებულები არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი და უკრაინა. და ეს ქვეყნები აქტიურად ცდილობენ რომ ევროკავშირს დაუახლოვდნენ თავიანთი მდგომარეობით, სხვა სტანდარტებით და ასე შემდეგ. ძალიან განსაკუთრებული თვალსაჩინო წევრი აღმოსავლეთ პარტნიორობის არის საქართველო და ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის მოთხოვნებს ძალიან დიდი სიხარულით ვაგმაყოფილებთ ხოლმე. კი, ჩვენ ამ ქვეყნებიდან რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვანაირი ინტერესები აქვს, ანუ მაგალითად საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შეიძლება ქონდეთ მისწრაფება რომ ევროკავშირში შეუერთდნენ, სხვა ქვეყნებს არა. და ზოგადად ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან ხშირად გონიათ რომ ეს არის ნაბიჯი, ან თუნდაც ვიზა ლიბერალიზაცია არის პირდაპირ ესე ვთქვათ ნაბიჯი და რაღაც გარანტია ევროკავშირის გაწევრიანებისა. თუმცა ეს ასე არ არის, ეს უფრო ასე ვთქვათ პარტნიორობის და თანამშრომლობის ამბავია, ვიდრე რაღაც კონკრეტული გარანტიების და სამოქმედო გეგმების საკითხი. თუმცა და ყველა ქვეყანას რა თქმა უნდა თავისი ხარისხი აქვს ამ პარტნიორობაში თანამშრომლობის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებსაც უწყობს ხელს ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი, ინიციატივა თუ რაც ასე შემდეგ ევროკავშირის მხრიდან და ამაშიც ამისთვისაც არსებობს გარკვეული ფინანსური მხარდაჭერაც, რომ ამ ქვეყნებმაც ერთმანეთის შესახებაც უფრო მეტი გაიგონ. და ამ ყველაფრის ნაწილი არის ასევე ეს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების პროექტიც, რომელზეც თუ შეიძლება ნადა უფრო მეტი რო გვითხრა. აბსოლუტურად გეთანხმები ეს რაც თქვი რომ ეს არანაირი დანიშნავს იმას რომ 6-ვე ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, გარანტიები არ არის. რაც შეეხება უკვე ჩვენს ინიციატივას ახალგაზრდა ევროპელი ელჩების, ეს ინიციატივა უკვე მესამე წელია რაც არსებობს. წელს ყველაზე მეტი მოხალისე ევროპელი ელჩი ყავს. საქართველოდან 68 წევრი არის აქ გაწეული, 68 ადამიანი მოხალისეობს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ევროკავშირის მიერ განხორციელებული სხვა პროექტები გავხადოთ პოპულარული და საზოგადოებამდე მივიტანოთ, რა კეთდება და როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ სხვა სარგებელი და ბენეფიტები ამ პროექტებიდან. ჩვენი მთავარი საქმიანობა არის უკავშირდება ახალგაზრდებს, ხშირად ჩავდივართ ხოლმე რეგიონებში, ვაწვდით მათ ინფორმაციას სხვა სასწავლო პროგრამების შესახებ, ასევე ბოლოს ქონდა პროექტი გორში ჩავედით და შესაძლებლობის მქონე პირებს გავესაუბრეთ მათთვის რა შესაძლებლობები არსებობს ამასთან დაკავშირებით და ამაშა რომ ისინი უკვე იღებენ რაღაც ბენეფიტებს ევროკავშირიდან, თუმცა ამ შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ და სწორედ ამის თქმა გვინდა და ხაზგასმა რომ ევროკავშირი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და უნდა დავინახოთ და აღვნიშნოთ მის დაბადებისას შესაბამისად. აი ძალიან საინტერესოა რა საკითხებზე ესაუბრეთ შეშინოპირებს, რა პროგრამები გააცანით და ასევე რა პროგრამებში იყვნენ ისინიც ჩართულები. პირადად მე კომპეტენტური არ ვარ ამ საკითხში. მე ძირითადად უფრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მქონდა აქცენტი, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი ელჩი ანუ საკმაოდ ინფორმირებული იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით, კეთი მრგოლიაზე მაქვს საუბარი, რომელმაც რამდენიმე პროგრამაზე ისაუბრა. მათგან რაც შევიტყე, როგორც ვიცი, დღის ცენტრებში არსებობს რაღაც ვაუჩერები, რომლებიც ევროკავშირიდან ფინანსდება. ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი არის მართლაც, რომ მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის ევროკავშირის სხვადასხვა პროექტები არსებობს და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათ შესახებ და ვიყოთ ამაში ჩართულები და არ მოგონოს, რომ ეს ჩვენთვის არ არის თუ რაღაც კონკრეტულ ჯგუფს მივეკუთვნებით, რომელიც შესაძლოა ისე აშკარად არ ჩანდეს ევროკავშირზე ყოველდღიურ საუბრებში, ტელევიზიაში იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერ მედიაში. აი საინტერესოა ახალგაზრდებს ხვდებით რეგიონებში და ამ დროს ახალგაზრდებისგან რა კითხვები მოდის, რა საჭიროებები აქვთ მათ? ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა ისმა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩავდივართ რეგიონებში, ხშირად არის შემთხვევა, რომ ახალგაზრდებმა არ იციან კარგად ინგლისური და არსებობს შიში, რომ თუ მათ არ იციან ინგლისური, ვერ მიიღებენ სასწავლო დაფინანსებას, ვერ სწავლენ საზღვარგარეთ, ვერ დათვალიერებენ ევროპას და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მისია არის, რომ ეს შიში გავაქროთ ახალგაზრდებში და კონკრეტული შესაძლებლობები დავანახოთ, რა შეუძლიათ მათ გააკეთონ.
ყველაზე დიდი ინტერესი მოდის ხოლმე Erasmus-ის სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვიორდები რა არის თვითონ Erasmus-ი, ანუ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რომ ერთი ან მეტი სემესტრი წავიდნენ საზღვარგარეთ, მიიღონ სტიპენდია, დაუფინანსდეთ საცხოვრებელი, ჰქონდეთ დაზღვევა, უზრუნველყოფილი იყვნენ აბსოლუტურად ყველაფრით, მათ შორის ორმხრივი ბილეთებით და სტიპენდია ჰქონდეთ იმდენ, რომ მოხერხონ მოგზაურობა ევროპის გარშემოც. და რაც თავი მიიღო ძალიან კარგი განათლება. ასევე გამოსცემენ თავი თუ როგორ ისწავლენ რუსულ ენაზე და ასე შემდეგ. ეს შესაძლებლობა აქვს ყველას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს როგორ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. რაც შეეხება ინგლისურის ენის ცოდნას და ასევე EVS პროგრამაზე მინდა რომ ორი სიტყვით ვისაუბრო. ინგლისურის ცოდნაც არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მთავარია სალაპარაკო ენაზე იცოდნენ. ახალგაზრდებს ეს მოხალისეობაზეა. კი, უკვე მოხალისეობაზე ვსაუბრობ. მათ შეუძლიათ რომ მაქსიმუმ 1 წლის ვადით, თუ არ ვცდები 3 თვიდან 1 წლის ვადით, წავიდნენ ევროპის ქვეყნებში, იმუშაონ რომელიმე ორგანიზაციაში მოხალისედ, უზრუნველყოფილები იყვნენ საცხოვრებლით, ასევე ჰქონდათ ჯიბის ფული, ორმხრივი ავიაბილეთით და ასე შემდეგ. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია Erasmus-თან დაკავშირებით, რომ საგნები, რომლებსაც იქ გადიან, ასევე აღიარდება საქართველოშიც. და ეს შესაძლებლობას გააძლევს, რომ სიტყვაზე ეს პერიოდი, ეს ერთი სემესტრი არ იყოს დაკარგული ბჭყალებში, სუფთა ხარისხის მიღების თვალსაზრისით. ესეც შეიძლება ჩაგეთვალოს და ხარისხის მიღებისთვის საჭირო კრედიტებში აისახოს. კი, აქვე დავაზუსტებ, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტს პირდაპირ თვითონ აქვს პარტნიორობა სხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან და კრედიტების აღიარება აბსოლუტურად არ წარმოადგენს პრობლემას. იქ რამდენ კრედიტსაც დააგროვებს სტუდენტი, აქაც ზუსტად იმდენი ჩაითვლება, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააუმჯობესა ეს სისტემა ბოლო პერიოდში. და ასევე არ არის პრობლემა ხოლმე, ანუ ზოგადად განსხვავდება ნიშნების დაწერის სისტემა საქართველოში და საზღვარგარეთ. ესეც არ არის ხოლმე პრობლემა, იმიტომ რომ ამის გადმოტანის რაღაცა წესები არსებობს და არანაირად არ იკარგება არაფერი, ესეც სტუდენტები ისწავლენ საზღვარგარეთ. მე პირადად მიმიღია მონაწილეობა ორჯერ გერმანიაში ვიყავი ერთი სემესტრის და ერთი რუმინეთში და მეც მათ შორის ყველა საგანი მიღიარდა აბსოლუტურად ყველა კრედიტი. აქვე ვახსენებ იმასაც, რომ არსებობს ახალგაზრდული, ანუ არასამთავრობოებისთვის არსებობს ასევე Erasmus-ი, ანუ ეს უკვე მოკრევადიანი პროგრამებია, რამდენიმე დღიანი, როდესაც ახალგაზრდებს შეუძლიათ წავიდნენ ევროპაში და შეისწავლონ რამეს კონკრეტული საკითხი, ან საჯარო გამოსვლა იქნება ეს, შეიძლება უბრალოდ ლაშქრობაში წავიდნენ ერთად, ან იმუშაონ რამე ფილმის გადაღებაზე, ან პროექტის დაწერაზე. და სხვადასხვა ქვეყნებიდან მქონდათ კულტურული საღამო მათ შორის, სადაც თავიანთი ქვეყნებიდან მომზადებულ საკვებს შეიძლება გააკეთონ გამოფენა ან კონცერტი ეროვნული სიმღერებით და ასე გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი კულტურა და ქვეყნების შესახებ გარკვეული ინფორმაციაც და ერთმანეთი გაიცნონ და დაუმეგობრდნენ და ეს შესაძლებლობაც, ეს ტრენინგებიც სამკვირამდე არის და ესენიც რა თქმა უნდა დაფინანსდებადი არის. მნიშვნელოვანია უბრალოდ რომ დავრეგისტრირდეთ SOTOS საიტზე, სადაც იდება ეს აპლიკაციები და ძალიან ბევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მათთან თანამშრომლობს და აგზავნის ახალგაზრდებს საქართველოდან იქ. კი, სულ ეს რაღაცას დავამატებ, ანუ უნდა განვასხვაოთ youth exchange-ები, ანუ ახალგაზრდული გასვლითი პროგრამები და ტრენინგები ერთმანეთისგან. youth exchange-ებისთვის შეზღუდვა არის ასაკობრივი 28 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ მხოლოდ მონაწილეობის მიღება, ხოლო ტრენინგებში უკვე აღარ არის შეზღუდვა, როგორც ის დაბალანსებული უნდა იყოს, ანუ ნახევარი მონაწილეობის უნდა იყოს ახალგაზრდა და ნახევარი უკვე გამოცდილი, რომ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილებაზე, რომ ასაკობრივი შეზღუდვაც კი არ არის პრობლემა. უფროსებს, პროფესიონალებსაც აქვს შესაძლებლობა რომ მიიღონ მონაწილეობა ამ გასვლით პროგრამებში. და ეს ხორციელება არ მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ ხშირად არის ხოლმე ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებშიც. მაგალითად, Erasmus-ის ფარგლებში ტრენინგებით მე თვითონ სომხეთშიც ვარ ნამყოფი და ხშირად არის ხოლმე ორეტაპიანი ან სამეტაპიანი პროგრამები. მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სომხეთის შემდეგ მქონდა დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გავაკეთეთ პროექტი და ახლა უკვე მესამე ეტაპია, რაც გულისხმობს სლოვენიაში ტრენინგებს და უკვე გამოცდილების გაზიარებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შესაძლებლობაა და ყველას მოვუწოდებ რომ ავწევოთ სადან.
ბედი. და მათ შორის საუნივერსიტეტო ერასმუსებს რაც შეეხებათ, რა თქმა უნდა, მიაკითხოთ თქვენს უნივერსიტეტებს, საგარეო ურთიერთობა და დეპარტამენტებს, მათ გვერდებს, ინტერნეტში, საიტებს და იქ ეს ინფორმაცია ყველაფერი ქვეყნდება, რა თქმა უნდა. ასევე ძალიან მინდა რომ მეტი ვისაუბროთ უშუალოდ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობაზე. აი რეგიონებში სიარული და ახალგაზრდებთან შეხვედრები ვახსენეთ, სადაც ამ პრეზენტაციებს ვაკეთებთ, პასუხობთ მათ კითხვებს. კიდევ რაიმე სხვა განსხვავებული ფორმატით ხომ არ ვსაქმიანობთ ასევე? კი, ბოლოს იყო შეხვედრა ზუგდიდში. მე უშუალოდ არ ვიყავი ჩართული ამ აქტივობაში, მაგრამ ჩვენმა კოლეგებმა გააკეთეს ძალიან საინტერესო თამაშები მოსწავლეებისთვის და ძალიან მხიარულად განიხილეს ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროკავშირის პოლიტიკა, არა მხოლოდ სამეზობლო, არამედ თვითონ ევროკავშირის შიგნით და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სახალისოც არის ყველაფერთან ერთად თვითონ ბენეფიციარებისთვისაც. აი ქუთაისშიც ჰქონდათ ბოლოს გარემოს დასუფთავების ერთ-ერთი აქცია. ეს იყო ძალიან საინტერესო აქცია, მხოლოდ ჩვენი ორგანიზებული არ იყო. არსებობს, ანუ რომელიღაც ორგანიზაციამ მიიღო გრანტი და შემდეგ მიგვიწევს ჩვენ რომ დავხმარებოდით როგორც ევროკავშირისგან დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გარკვეული წარმომადგენლობა. და ჩვენ ერთად დავასუფთავეთ ქუთაისი. ქუთაისში რამდენიმე ტერიტორია, მაგალითად იყო ბოტანიკური ბაღი, ერთ-ერთი ლოკაცია. ერთი ლოკაცია იყო რიონის მიმდებარე ტერიტორია. ჯომარდობის ფედერაციას აქვს აქ იმ ტერიტორიაზე რაღაც მოწყობილი და ჩვენ შესაძლებლობა ჰქონდა რომ ნავებით გაგვესეირნა და დაგვასუფთავებინა თან რიონის სანაპირო. სასიამოვნო და სასარგებლოს შეთავსება ერთგვარი გამოხდება. რაც მთავარია, აქ ამთავრდება ყველაფერი, ამ ნარჩენების სეპარირება მოხდება და გადამუშავება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესაა ქუთაისში დაიწყო პროექტი და ეს ორგანიზაცია ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მოსახლეობა მიეჩვიოს ნარჩენების სეპარირებას და შემდეგ უკვე გადამუშავებას. დაწყებულია ეს პროცესი და გადამუშავებული პლასმასი იყიდება და გადის ექსპორტად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო ის კი არა ჩვენ დავახალისხებთ ჩვენს ნაგავს და მივხედავთ, არამედ ის რომ ამას შედეგი გქონდეს და ის შემდეგ მართლაც გადამუშავდეს. ესე ძალიან დიდი мотиваცია იქნება მოსახლეობისთვის, ადამიანებისთვის, რომ მართლაც რაღაც დრო დახარჯონ იმაში, რომ ეს სხვადასხვა ნარჩენები გამოაცალკევონ და დაახალისხონ. ნეტ ასევე ძალიან საინტერესო არის სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტებშიც იღებენ მათ შორის ევროპელი ელჩები მონაწილეობას. წერენ სხვადასხვა ბლოგებს, არის ან ონლაინ პლატფორმებით, სადაც შეგვიძლია ჩვენი აზრების გაცვლა, გამოცვლა. ამაზეც რო გითხრა უფრო მეტი. ძალიან კარგი კითხვა. რა თქმა უნდა, ონლაინ აქტივობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, ბოლო ონლაინ აქტივობა უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში გაერთიანებულად ჩატარდა. ჩვენ დავყავით ჯგუფებად და თითო ჯგუფში იყო თითო წარმოადგენელი თითო ქვეყნიდან. ჩვენ მუშაობდით პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. შევადგინეთ ერთი დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა უკვე ევროკავშირში წარმომადგენლებს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მათ წაიკითხეს ეს დოკუმენტი და შეგვიდნენ, რომ მოხდება ამის ლობირება ევროკავშირის დონეზე. ეს ის პრობლემებია, რაც ახალგაზრდებს აწუხებთ ძალიან დაბალ საფეხურზე. და რაც მთავარია, ეს დოკუმენტი ქვეყნდება ხოლმე ონლაინ და ამ ონლაინ აქტივობაში ჩართვა შეუძლიათ სხვებსაც. რაც შეეხება კამპანიებს და ბლოგებს. და რა პრობლემები აისახა იმ დოკუმენტში? ეს ძალიან საინტერესოა. ხო, ძირითადად იყო მაგალითად სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების სუსტი მხარეები. ზოგიერთი ქვეყანა ძირითადად აქცენტებს აკეთებდა მაგალითად კორუფციაზე და ასე შემდეგ, კორუფციაზე საგანმანათლებლო სისტემაშიც, იმიტომ რომ ამ 6 ქვეყნიდან არსებობს ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებს კიდევ ჭირდებათ რომ გადაიხადონ იმისთვის, რომ მერე უკვე მიიღონ სტიპენდია და დაფინანსება, რომელიც ისედაც უნდა მიიღონ, თუ ისინი კონკურსში იღებენ მონაწილეობას და ძირითადად ეს პრობლემა იყო ხაზგასმული. ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მართლაც ეს თუ არ აღმოიფხრო, გამოდის რომ ის ჯგუფები, რომლებისთვისაც ეს პროგრამები არსებობს, ხო, მოწყვლადი ჯგუფები, ისინი ამ პროგრამებიდან თავიდანვე გამოირიცხებიან
და ეს ძალიან დიდად კლავს ახალგაზრდებში მოტივაციას და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირიც ამას შეისწავლეს და სათანადო რეაგირებასაც მოახდენს ამავდროულად. კი ბატონო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც ჰქონდა ხაზგასმა და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა მიუხედავად მათი სქესისა და ასე შემდეგ სხვა ნიშნებისა. კი, აი ახლა სხვა პლატფორმებზეც საუბრობდი შენ მედია კამპანიებზე. თუ შეიძლება რომ ამაზეც გითხრა უფრო მეტი. ხო, მაგალითად იყო ესეთი კამპანია, ყველა წერდა თავის პერსონალურ ისტორიას, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირთან და ეს ისტორია იყო ძალიან ემოციური და ესეთი იყო კონკურსი და გამარჯვებლები დაჯილდოვდნენ შესაბამისად. ხშირად კეთდება ხოლმე ასეთი конкурსები, ხან არის ფოტო კონკურსები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რომელსაც ენის ცოდნაც არ ჭირდება. არანაირი ენის ცოდნა არ ჭირდება. ძალიან კარგი პრიზებია, მაგალითად ერთ-ერთმა ქართველმა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა დრონი მოიგო და არის ხოლმე ხშირად მოგზაურობა და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ პროექტებში მაქსიმალურად ჩავერთოთ. რაც ეხება ამ პროექტებს, ძალიან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-ზე მოვუწევთ You Neighborhood East და დავალაიქოთ, დავაფოლოვოთ და შესაბამისად გავაცნოთ აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ კონკურსებში მივიღოთ მონაწილეობა. და ბოლოს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტებზე და მათ შორის ბოლოს უკვე აღმოსავლეთ პარტნიორების 10 წლის თავისადმი მიიწვნილ სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართა და რომელშიც ვიყავით ჩართული ახალგაზრდა ევროპელი ელჩები. რა ხდებოდა იქ, რაზე იყო საუბარი და სხვა, თუ შეიძლება ამაზე გითხრათ. რა შეეხება საერთაშორისო ვიზიტებს, ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს შესაძლებლობა აქვთ ძალიან ხშირად თვეში ერთხელ მაინც, რომ გაიარონ კიდევ ერთი შესარჩევი ეტაპი, შიდა შესარჩევი ეტაპი და გაემგზავრონ საზღვარგარეთ სხვა საგანმანათლებლო ან სამუშაო ვიზიტებით. რაც შეეხება თვითონ ბრიუსელის ვიზიტს, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა რომ დაგვეთვალიერებდნენ ევროპარლამენტი, ევროკომისია, შევხვედროდით მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, დაგვესვა ჩვენი კითხვები, ასევე გვემუშავა სამუშაო ჯგუფებში და ახალ იდეებზე გვესაუბრა, რომლის განხორციელებაც გსურს და რომლებიც ძალიან ბევრი მათგანი ნამდვილად განხორციელდება 6 ქვეყანაში ერთდროულად. ანუ საერთაშორისო თანამშრომლობასაც უწყობს ხელს განსაკუთრებით ამ 6 პარტნიორ ქვეყანაში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კონკრეტული ვიზიტი ეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორების 10 წლის თავის აღნიშვნას. შესაბამისად, ძალიან ბევრი კარგი ღონისძიება ჩატარდა, მაგალითად ფლეშმობში მივიღეთ მონაწილეობა და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სახალისო გაგვეხატა ჩვენი იყოფნა. და ლამაზად საყურებელი სხვისთვისაც. და რა თქმა უნდა ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ახალგაზრდების გამოწვევებზე და პრობლემებზე, იგივე ამ საკანონმდებლო პროგრამების აუცილებლობაზე, სხვადასხვა სუსტ მხარეებზე და გაუმჯობესების შესაძლებლობებზეც მათ შორის. კი, ჩემი კონკრეტული კითხვა შეეხებოდა იქ სმენად აქვეითებულ სტუდენტებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ რომ ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, იმიტომ რომ ენა არის ძალიან სპეციფიური და ქართული ჟესტური ენა ძალიან განსხვავდება ევროპული ქვეყნების ჟესტური ენისაგან. და ამ საკითხზე ყველაზე ნაკლებად მუშაობენ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, თუმცა იწყება ძალიან აქტიური მუშაობა და ძალიან მიხარია. რაც შეეხება თვითონ ამ საკითხზე ჩვენ რას ვაკეთებთ საქართველოში, სმენად აქვეითებულ სტუდენტებთან ერთად და მასწავლებლებთან ერთად გეგმავთ ძალიან კარგ აქტივობას. ეს იქნება ან მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში და გაერთიანებული იქნება ეს თემა უკვე გარემოსდაცვით თემატიკასთან და შემდეგ უკვე მოგვიანებით დეტალებში ვისაუბრებთ. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ინიციატივას, იმიტომ რომ მეც ვარ ამ ინიციატივის ერთ-ერთი წევრი და ნაწილი და ასევე ევროკავშირსაც შშმ პირების უფრო მეტი ჩართულობის გაძლიერებაში ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდება ამით. თუ შეიძლება ნატა გვითხრა უფრო მეტი, როგორ შეიძლება და როგორ შეგვიძლია გავხდეთ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, როგორ ვუერთდებით ამ ინიციატივას, რამდენი ხნით და ასე შემდეგ. ერთწლიანი მანდატია, უკვე მესამე წელია ეს ინიციატივა არსებობს, როგორც უკვე აღნიშნე, და 16 წლიდან არის შესაძლებელი, რომ ამ ინიციატივაში ჩავერთოთ. იდება აპლიკაცია, რომელსაც ვავსებთ, წერთ ჩვენს მოტივაციას, გამოცდილებას, ჩვენს მიზნებს, რა გვინდა რომ გავაკეთოთ ამ ინიციატივის ფარგლებში და შემდეგ უკვე შესარჩევის პროცესი მიმდინარეობს და გვიკავშირდებიან
გვეუბნებიან ვინ არის შერჩეული და ვინ არ არის შერჩეული. თუმცა უნდა აღნიშნო, რომ ძალიან ბევრი კარგი აპლიკაციები შედის ყოველ წელს და ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ერთობა ხოლმე ამ ინიციატივაში. რაც შეეხება თვითონ აპლიკაციის საკითხს, სად უნდა მოვიძებნოთ, Universe East არის ესეთი page, რომელიც უკვე აღნიშნე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავალაიქოთ და მივიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. და არის ასევე დახურული ჯგუფი ახალგაზრდებისთვის Young European Neighbors Network. ასე ქვია, თუ კი ვინმეს გაუჭირდება მისი მოძიება, შეგიძლიათ მოგწეროთ რადიო ჩემიხმის გვერდზე და დაგვისვათ კითხვა და ჩვენ დეტალურად დაგაკვალიანებთ უკვე მის მოძებნასთან დაკავშირებით, მოგვიანებით. და ბოლოს რატომ მინდა გკითხო, გადაცემის დასასრულისკენ მივდივართ უკვე, რა მოგწე პირადად შენ ამ ინიციატივის წევრობამ და რატომ ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას უნდა შეუერთდნენ ახალგაზრდები? რამდენიმე ასეული აპლიკაცია შევიდა, მაგალითად, შემოვიდა როგორც მე ვიცი შარშან და შესაბამისად კონკურსი არის საკმაოდ მაღალი და რატომ უნდა ჩადოს ახალგაზრდამ თავისი დრო იმაში, რომ ეს აპლიკაცია შეავსოს, იმ კითხვებს უპასუხოს, ყოველივე ამაზე დაფიქრდეს, რა мотиваცია უნდა ქონდეს მას? პირველ რიგში ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ, ჩავდივართ ახალგაზრდებთან, რომელსაც არასდროს უფიქრეთ, რომ შეუძლიათ ევროპაში წასვლას, სწავლან, მუშაობა აქ და მოეძლევთ мотиваცია, შემდეგ უკვე ვეხმარებით, რომ დაწერონ CV სამოტივაციო წერილი და კონკრეტულ პროგრამებს თემებზეც ქონდა სხვათა შორის ტრენინგი, რომელიც ძალიან მოეწონათ ახალგაზრდებს და ეხლა უკვე თვითონაც ატარებენ სხვადასხვა პრეზენტაციებს ის ბავშვები, რომლებსაც ჩვენ ჩავუტარეთ. ნამდვილად, შედეგი არის ძალიან თვალსაჩინო. ის ვისაც ჩვენ ვატრენინგებთ, მე უკვე თვითონაც იღებენ მონაწილეობას ასეთ პროგრამებში და სხვებსაც ატრენინგებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რომ სიამოვნებას და ბედნიერებას გრძნობ, როდესაც ამ შედეგებს ხედავ, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველად ნამდვილად გამოვიტარდი და შევიძინე ძალიან საინტერესო მეგობრები და თანამშრომლები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ კარგ პროექტს ვაკეთებთ ერთად ინიციატივის გარეთაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან რეალურია თუ ამ ინიციატივის ფარგლებში ესეთთვის მოხალისე იქნება აქტიური, რომ წავიდეს შემდეგ უკვე საზღვარგარეთ და მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება. და ამ ქსელებში ყველაზე მიმზიდველი და მომხიბვლელი ასევე არის ის გარემოც, რომელიც იქნება სხვადასხვა მოტივირებული ახალგაზრდების, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან, მოღვაწეობენ, აქვთ წარმატებები, ინტერესები და შენ მათ რომ უკავშირდები, შენც უფრო მეტად მოტივირებული ხდები, რომ მეტი გააკეთო, რადგან უყურებ მათ მაგალითებს და მუდმივად თვალწინ მყავს და ყვანან ისინი როგორც მაგალითები. მე ჩემი მხრიდანაც მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაინტერესდეს, მეტად მოიძიოს ეს ინფორმაცია, ჩაერთოს მსგავს ქსელებში და მათ შორის ახალგაზრდა ევროპელ ელჩთა ქსელშიც აგვისტოში ან ივლისში ცხადდება ხოლმე აპლიკაციები და ახალ ელჩთა მიღება. ნატას კი მინდა მადლობა გადავუხატო დღევანდელი გადაცემისთვის და თავის სამსახურის დროის მათ შორის დათმობისთვისაც და თქვენ კი მომავალ შეხვედრამდე ორი კვირით დაგემშვიდობებით დროებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის და დროებით.